სომალი ეს არის აფრიკის რქის ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო ტერიტორიულად, რომელიც ბოლო 10 წლეულებია სხვადასხვა ტიპის თავდასხმების მსხვერპლია, კონკრეტულად შეერთებულ შტატებს პერიოდულად ავიაიერიშები მიაქვს სომალიზე გამომდინარე ტერორისტული საფრთხისა. ამას გარდა ცენტრალური ხელისუფლება დედაქალაქ მოგადიშუში ვერ აკონტროლებს სომალის ტერიტორიას სრულად და აქედან გამომდინარე სომალის აქვს ორი მსხვილი სეპარატისტული რეგიონი. პირველი ეს არის თავად სომალილენდი და მეორე არის პუნტლენდი. როგორც თქვენ რუკაზე ხედავთ, სომალილენდი არის ადენის ყურის მოსაზღვრე სივრცე, მის დასავლეთით არის ეთიოპია და ჩრდილოეთით ჯიბუტი, ხოლო პუნტლენდი არის თვითონ აფრიკის რქის წვერი, რომელიც ესაზღვრება როგორც ადენის ყურეს, ასევე ინდოეთის ოკეანეს. თავად სომალილენდს საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს. სომალილენდი წარმოადგენდა ბრიტანეთის პროტექტორატ ტერიტორიას, ხოლო თავად სომალი იტალიის კოლონია იყო ისტორიულად. 1961 წელს სომალილენდიმ გამოაცხადა დამოუკიდებლობა, ბრიტანეთმა მას უფლება მისცა, რომ გამოეცხადებინა დამოუკიდებლობა, თუმცა სულ რამდენიმე დღეში სომალილენდი გაერთიანდა მის მეზობელ სომალისთან, თუმცა ეს გაერთიანება არ აღმოჩნდა წარმატებული და შედეგის მომტანი. სომალის ომი ეთიოპიასთან დასრულდა იმით, რომ სომალი დამარცხდა ამ დაპირისპირებაში და სომალილენდიმ გადაწყვიტა, რომ კვლავ გამოყოფოდა სომალის და 1991 წელს სომალილენდიმ ცალმხრივად გამოაცხადა დამოუკიდებლობა, თუმცა სომალილენდის აქამდე არავინ აღიარებდა და გასული წლის დეკემბრის მიწურულს 26 დეკემბერს ისრაელი გახდა პირველი სახელმწიფო, რომელმაც ცნო ოფიციალურად სომალილენდი როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და ამას აქვს საკუთარი გეოპოლიტიკური და რეგიონული განსაზღვრელები.